მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. როგორია ახალციხეში საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გამო აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშივაძის თქმით, ციტატა, 4-ვე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ემორჩილებიან მკურნალობას. შემთხვევა გუშინ რუსთაველის 42-ში არსებულ ორსართულიან საცხოვრებელ სახლში მოხდა. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ ბუნებრივი აირი ჭერში მოგროვდა და აფეთქდა. შსს მომხდარს ელექტროანთბოენერგიის გაზის ნავთობის ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით იძიებს. იკრძალება თევზაობა, დახოცილი ან დაავადებული თევზების შეგროვება და საკვებად გამოყენება. წალკის მერია წალკის წყალსაცავზე კარანტინის გამოცხადების შესახებ იტყობინება და მოსახლეობას აფრთხილებს. თევზის დაავადების გამო თევზაობის და დაჭერილი თევზის ჭამის აკრძალვაზე განცხადება წალკის მერიამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. უწყებამ განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც კარანტინის შესახებ ინფორმაცია ჩვენ გავასაჯაროვეთ. ამავე განცხადებაში ირკვევა, რომ საქმე გვაქვს წალკის წყალსაცავზე თევზებში გავრცელებულ დაავადებასთან. ქალაქ წალკაში საპირფარეშოს მოწყობა იგეგმება. მანამდე კი მოსახლეობა იძულებულია დაზიანებული და ანტისანიტარიული საპირფარეშოთ ისარგებლოს. ვიდრე წალკაში ახალი თანამედროვე სტილის საპირფარეშო აშენდება, მანამდე წალკელებს და წალკაში სტუმრად მყოფებს ამ საპირფარეშოთ ისარგებლობა უწევთ. საპირფარეშოს კადრები ჩვენმა რედაქციამ გადაიღო. აქ არაა წყალი და არც ჰიგიენის ნორმებია დაცული, არც კარი იკეტება. ტურისტი, რომელიც წალკაში იმყოფება და გვიყვება, რომ შეუძლებელია ამ საპირფარეშოთ ისარგებლობა. არიან განსხვავებული მოსაზრების მქონეებიც. მიუხედავად ანტისანიტარიისა, მოქალაქეთა ნაწილი გვეუბნება, რომ კმაყოფილია იმით, რომ საპირფარეშო უფასოა. იძულებული ვარ ვისარგებლო, სხვა გზა არ მაქვს, გვეუბნება მაქსიმ. ყველაფერი ჭუჭხიანია, კარი არ იკეტება, წყალი არაა. იძულებული ვარ, რომ შევიდე აბას აწავიდე, მე აქაური არ ვარ. წალკაში ახალი საპირფარეშოს მშენებლობაზე ჩვენმა რედაქციამ მასალა უკვე მოამზადა. ცნობილია, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე საპირფარეშოს მშენებლობისთვის წალკის მუნიციპალიტეტი 258,000 ლარს დახარჯავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, წალკაში კოსტავას ქუჩაზე 51 კვადრატული მეტრის საპირფარეშოს მოწყობა, მიმდებარე საყრდენი კედლის და მისასვლელი გზის მოწესრიგება იგეგმება. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა დასრულდეს. კადრები გადაღებულია 30 ივნისს. ასპინძაში ნარდის მუნიციპალური პირველობა გაიმართა. შეჯიბრში მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნარდის მოყვარულები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ასპინძის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს საჩუქრად ნარდი, თასი და სიგელი გადასცეს, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასულ სხვა მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები გადასცეს. შეჯიბრი ასპინძის კულტურის ცენტრში გაიმართა. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.